მე მგონია რომ ალბათ საუკეთესო ვარიანტია იყო მაგალითი. კი. და მე უკვე ამ მაგალითზე ჭიდილია რომ აი მე რამე ხარ მეშლება ისეთი რომ ყველას ეშლება მშობელ შულთან. ამცილებ ყველას აქვს რაღაცა ხარვეზი. რა კარგი რამე თქვით. რომ ყველა მშობელს რაღაცა გვეშლება, გონია რომ სწორს ვაკეთებთ, მაგრამ აუცილებლად გვეშლება. კი, ხარვეზი ყველას აქვს. მაგრამ ეს არის თუ შენ მაქსიმალურს აკეთებ შენსაც. აი მაქსიმუმს ვცდილობ რომ მაქსიმუმი გააკეთო, იმის იქით აღარა გაქვს რა საშუალება. აი აღარ ახარ იმის იქით დამთავრდა. მაგრამ მაქსიმუმს აკეთებ. ამ შემთხვევაში აუცილებლად ამას შვილი დაინახოს. შეიძლება დღეს არა ხვალ დაინახოს ზეგ, მაგრამ შენ მაქსიმუმს აკეთებ შენი შვილისთვის და იცი რომ შენს თავს გირჩევნია და შეიძლება სიცოცხლე იმ წუთში დათმო, იმიტომ რომ შენ შვილს დაჭირდება ეს. ამას შვილი აუცილებლად ხედავს. და შენ რა ღირებულებები ცხოვრობ, რას აკეთებ, როგორ იქცევი, რა არის შენი ცხოვრების სტილი, ამას შვილი ძალიან კარგად ხედავს და მე იმის მიხედვით თავისას რაღაცას ძერწავს. თავისას მიამატებს, ცოტას მოაკლებს და თავის ქანდაკებას გააკეთებს. შეგრიცხავს რაღაც პერიოდში, გაგრიყავს, მე ისევ შემოგიერთდება. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში დედა რართული ყოფილა. თქვენ ყავთ? ორივეს გარდატეხის ასაკში ყავს შვილები და